გამარჯობათ. ეთერშია ტელეკომპანია თრიალეთის საინფორმაციო სამსახური. შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებები მოხდა. გორის რაიონის გამგეობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ახალი ხელმძღვანელი დაინიშნა. სულ ცოტა ხნის წინ შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში მომხდარი საკადრო ცვლილებებიდან ყველაზე მნიშვნელოვან გადაადგილებად გუბერნატორის ყოფილი მოადგილის გორის რაიონის გამგეობის თავმჯდომარის თანამდებობაზე დანიშნა შეიძლება ჩაითვალოს. მომხდარ საკადრო ცვლილებებზე გორის რაიონის ახალ ხელმძღვანელს საკუთარი მოსაზრება გააჩნია. საკადრო ცვლილებები რითი იყო, იცით რა იყო, ცხოვრება ერთ ადგილზე არ ადგას, ცხოვრება დურს, ცხოვრება მიდის. და მე ვფიქრობ, ეს ჩემი სუბიექტური აზრია და ალბათ ხელმძღვანელობაც ამით იხელმძღვანელა, რომ გარკვეულწილად 3-4 წლის შემდეგ საკადრო ცვლილებები რეგიონებში უნდა ხორციელდებოდეს. და ვფიქრობ, ალბათ ხელმძღვანელობას სწორედ ამიტომ გადაწყვეტა საკადრო ცვლილება, მით უმეტეს მოახლოებულია საპარლამენტო არჩევნები, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნები ჩერდება და სწორედ აი ამ არჩევნების ჩვენთვის სასარგებლო შედეგის მოსაპოვებლად გარკვეული სისხლის გადასხმა იყო საჭირო. და ამიტომ შეიცვალა თორე ხა კონკრეტულად მე სხვა ვერაფერს არ გეტყვი. რაც შეეხება წინამორბედებისაგან მიღებულ მემკვიდრეობას, მასზე რამის თქმა არ შეიძლება, რადგან რაიონში არსებული მდგომარეობა თითქმის ანალოგიურია რესპუბლიკის სხვა რაიონებში არსებული მდგომარეობისა. შესაძლებლობების საკეთებლად ჩვენ წინამორბედებს ძალიან ცოტა ქონდა. და ამიტომ მათვე დავაბრალებ ის რაც დამხვდა და რაც სიტუაციის ჩვენ ვცხოვრობთ. ახლა მთავარია ის რომ გავითავისოთ ასაკეთებელი საქმეები და ვიპოვოთ გზები ამ საკითხების გადაწყვეტისა და ერმა და ბერმა ყველამ ერთად დავიკარგოთ კლავები ამ პრობლემის გადასაწყვეტად. თორე კიდევ მე ვერაფერს ვერ დავაბრალებ. თუ რამე აი ამის შემდეგ რაც იქნება, იმას ჩემ თავს დავაბრალებ და წინამორბედს ნამდვილად ვერ დავაბრალებ. გორის რაიონის ამჟამინდელი ხელმძღვანელი მისი მოსალოდნელი საკადრო გადაადგილების შესახებ გავრცელებულ ხმებს სასტიკად უარყოფს. აბსოლუტურად გამორიცხულია, იმიტომ რომ თუ რამე მოხდა მხოლოდ ის რომ ჩემი ამ გორის რაიონის გამგებლობის შემდგომ ერთადერთი მიზანი მოხდა მე რომ უნდა მოხდეს პარლამენტში მოხდა რა თქმა უნდა ეს საპარლამენტო არჩევნები უკვე ამისათვის დაკარგულია, მაგრამ მოემზადები მეორე 4 წლიანი ციკლისათვის. ასე რომ მე ვფიქრობ ჩემ პიკს მივაქციე მმართველობითი ორგანოების საქმიანობისას და მეტის პრეტენზია არც ამაქვს და არც სრული არ მაქვს. სამომავლო მიზნებსა და პერსპექტივებზე გუბერნატორის ყოფილი მოადგილე უახლოეს მომავალში საუბრობს. იგი არც რაიონში არსებულ პრობლემებზე საუბრისაგან იკავებს თავს. შეიძლება ითქვას პერსპექტივასთან დაკავშირებით. თავისთავად იგულისხმება რომ ნებისმიერი ცვლილება, რომელიც რაიონში ხდება, უკეთესის პერსპექტივის იმედით ხდება. და ალბათ გამონაკლისი არც მე არა ვარ. იმის გათვალისწინებით რომ საკეთებელი გორში ძალიან ბევრია, დოქტორ სანიტარ მდგომარეობა გასაჯანსაღებელია, შენობები ჩამოტყალებულია, ხედავთ რომ ორდულები, გაზონების სკვერები მოსაწესრიგებელია, წარმოება გაჩერებულია, ბიუჯეტში თანხების შევსება ძალიან დაძაბული შრომის შედეგად ხდება, ამიტომ ამ ყველა ამის გათვალისწინებით, ამ პროცესების გათვალისწინებით სამუშაო საკეთებელი ძალიან ბევრია. რაც შეეხება ახალ თანამდებობაზე არსებულ ახალ განწყობილებას, იგი როგორც ყოველთვის არც თუ ისე ცუდია. კივი გაგმდეგი ჩვეულებას არ ღალატობს და საუბარს იუმორით ასრულებს. აბსოლუტურად გეტაკვები. პატარაში პირველ კაცებს ჯობია დეჩი მეორე კაცებს. ასე ამის თქონია. იოსებ ბესარიონის ძე სტალინის წელს დაბადებიდან 120 წელი უსრულდება. მისი სახლ-მუზეუმი 21 დეკემბრისათვის ემზადება. ათასდროას 79 წლის 21 დეკემბერს ამ პატარა სახლში იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილი დაიბადა. ცნობილ პოლიტიკურ მოღვაწეს წელს დაბადებიდან 120 წლის თავი უსრულდება. მისი სახლ-მუზეუმი ქალაქ გორში 21 დეკემბერს სტუმართა მრავალრიცხოვან ამალას ელოდება. დამთვალიერებელთა ნაკადი რა თქმა უნდა განსაცვლის უსტდება. დაფხულში კიდევ უფრო მეტი გახლავთ. ეხლა განსაკუთრებით საშუალო სკოლებმა, სასწავლებლებმა, ტექნიკურმა დაამთავრეს თავიანთი მუშაობა და მოსწავლეთა რიგს ნაკადს რა გამოდევს ჩვენ მუზეუმთან. მოდიან ისინი რათა ერთხელ კიდევ პატივი მიაგონ იმ ადამიანს, რომელმაც კაცობრიობა გააოცა თავისი ნიჭითა და გამჭრიახობით. ამ დღეებში სტალინის სახლ-მუზეუმს უკრაინის კავშირგამულობის სამინისტროდან 8 კაციანი დელეგაცია ესტუმრა, რომელსაც კავშირგამულობის მინისტრი ოლეგ შევჩუკი ხელმძღვანელობდა. ბევრი დიდებული პიროვნება მოდის. და მე როგორც მუზეუმის მუშაკს ხშირად მიფიქრია,
რომ დიდ ადამიანთა ნადირფალებზე მხოლოდ დიდი ადამიანები მოდიან. მუზეუმის თანამშრომლები იმედოვნებენ, რომ სტალინის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ხელისუფლების მხრიდან მათი მისამართით ყურადღება საგრძნობლად გაიზრდება. თუმცა ქალბატონ რეილა აბუაშვილს, რომელიც უკვე 40 წელია ამ სახლ-მუზეუმში მუშაობს, პრობლემებზე საუბარი არ სურს. არ მინდა რომ ვილაპარაკო ციხთულებზე, რომელიც გვხდება აქ მუზეუმში, იმიტომ რომ ეს ციხთულები ყველასთან არის, ყველა ქართველის ოჯახში სინამდვილე ხან გვაქვს და ხან არა გვაქვს, სიცივე გვაწუხოს, ცოტა ხელფასები და ასე. არ მინდა რომ ვილაპარაკო, არ მანამდე კი სტალინის სახლ-მუზეუმი უამრავ სტუმარს მასპინძლობს. ხშირად ქართლის დედაქალაქში ცნობილ პიროვნებათა ვიზიტი დიდი პოლიტიკური მოღვაწის სახელს უკავშირდება. ქალაქ ქოში თითქმის წელიწადი რაც ჩამოყალიბდა ილიკო სუხიშვილის სახელობის ქორეოგრაფიული სკოლა-სტუდია, რომლის აღსაზრდელებმა უკვე წარმატებებს მიაღწიეს. ქალაქ გორის ილიკო სუხიშვილის სახელობის ქორეოგრაფიული სკოლა-სტუდია გაიხსნა 1998 წლის 1 სექტემბერს, რომლის დირექტორია ვლადიმერ კირთაძე. სკოლა-სტუდიაში 150 ბავშვი ეუფლება ცეკვის ხელოვნებას, სადაც ცეკვას გამოცდილი ქორეოგრაფები ასწავლიან. ამის დასტურია ის წარმატება, რომელიც სკოლა-სტუდიის აღსაზრდელებმა რესპუბლიკურ კონკურსში მოიპოვეს. კონკურსი გურჯაანში გაიმართა რამდენიმე თვის წინ საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის ხაზი. ამ დღეებში გორის ილიკო სუხიშვილის სახელობის ქორეოგრაფიული სკოლა-სტუდიის გამარჯვებულ დუეტს მირანდა შერმადინს და ვახტანგ პეტრიაშვილს გადაეცათ პირველი ხარისხის დიპლომები. შემდეგ მათი ის ცეკვა შესთავაზეს სტუმრებს, რომლითაც წარსდგნენ კონკურსში. ქორეოგრაფიულ სკოლა-სტუდიაში სასწავლო წლის დამთავრებასთან დაკავშირებით გამოცდები მიმდინარეობდა. გამოცდებს ესწრებოდნენ საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის წარმომადგენლები. რომლის ბავშვები, ახალგაზრდები, ქალბატონები და კაცები ღერიან და ცეკვავენ, ისერი პოლიტიკა გამარჯვებული. სტუმრებმა სკოლა-სტუდიის დირექტორის ვლადიმერ კირთაძეს ხელმძღვანელობით ამ 1 წლის მანძილზე მიღებულ ცოდნას დადებითი შეფასება მისცეს. საბოლოოდ შეირჩა ბავშვთა ანსამბლი, რომელიც მთელი ზაფხული შეუსვენებლად იმუშავებს. ეს ბავშვები გააგრძელებენ ქართული ხელოვნების იმ დიდ ტრადიციებს, რომელიც გორში ყოველთვის არსებობდა. ამ დღეებში ქარელის რაიონში ბუნებისა და გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით რაიონული გამგეობის შენობაში მოეწყო შეხვედრა. ბუნებისა და გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქარელის რაიონული გამგეობის შენობაში მოეწყო შეხვედრა. დამსწრეთაგან უმრავლესობა ახალგაზრდები იყვნენ. საუბარი წარიმართა ეკოლოგიურ პრობლემებზე, რომლებიც განსაკუთრებით აწუხეს მსოფლიოს მოსახლეობას. მოწვეული იყვნენ ქარელის და ხაშურის რაიონის საშუალო სკოლის გუნდები. მათ შორის მოეწყო შეჯიბრი. საკითხები ძირითადად ბუნებას და მასთან დაკავშირებულ პრობლემებს შეეხებოდა. შეხვედრა მოაწყო შიდა ქართლის რეგიონალურმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მოსელნიმ. აი ამ ღონისძიების ჩატარება განპირობებული იყო, რომ ჩვენ მივიღეთ საკმაოდ დიდ კონკურსში მონაწილეობა, რომელიც გამოაცხადა ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდმა, WWF-მა, გასული წლის სექტემბერში მოვიპოვეთ ეს გრანტი. მიმდინარეობდა მთელი წლის განმავლობაში და ეხლა ამ გრანტის გაგრძელება არის უკვე TASIS-ის ევროკავშირის გარემოს დაცვის ცნობიერების ამაღლების პროგრამის მცირე გრანტი კიდევ, რომელიც კონკრეტულად აი ამ ღონისძიებას ეძღვნებოდა. ესე ფინანსური მხარდაჭერა ძირითადად იყო ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის და ამავე დროს TASIS-ის გარემოს დაცვის ცნობიერების ამაღლების პროგრამის. შეხვედრა მეგობრულად წარიმართა. მეგობრული იყო თავად ჯიურის გადაწყვეტილება. გუნდების შედეგები თანაბრად შეაფასეს და შეხვედრაც ფრედ დამთავრდა. ორივე გუნდის წევრებს გადასცეს ფასიანი საჩუქრები და დიპლომები. შეხვედრით ყველაზე მეტად კმაყოფილები მონაწილენი დარჩნენ.
ბუნება მართლაც დედა არის მთელი მსოფლიოსი და რომ ბუნება არ ყოფილიყოთ ჩვენ დღეს რა თქმა უნდა რომ აქ ვერ ვიქნებოდით. ანუ ამიტომ მე მოხარული ვარ რომ ესე იგი საქართველოში ეყარება საფუძველი შემდეგ მდგომარეობას რომ უფრო დიდი ყურადღება მივაქციოთ ეკოლოგიურ საკითხებს ისიც ესე იგი ნათელი მაგალითი იყო დღევანდელი დღე. მინდა რომ აღვნიშნო რომ ეს ღონისძიება ჩვენთვის დასახსოვრებელი დღე იყო ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო დღე ჩვენს ცხოვრებაში და დიდი მადლობელი ვიქნები ყველასი თუ კი ეს ღონისძიებები გაგრძელდება ჩვენ შემდეგაც და მოეწყობა სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ და დღევანდელი დღე კიდევ ჩვენს ეგრეთ წოდებულ მოწინააღმდეგეებთან დაკავშირებით ვიტყოდი რომ მე მათ მოწინააღმდეგეებად დართვი და ჩვენი დამეგობრების საძირკველი ყოფილიყოს. დიდი მადლობა. ჩვენ გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.